ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კულტურის სფეროში ადგილის შესანარჩუნებლად პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება აუცილებელი გახდა. გამონაკლისი არც 2000-იან წლების პოპულარული კრიმინალური სერიალის ბრიგადის მსახიობები არიან. ნახოთ ვინ რა არჩევანი გააკეთა. უდაოდ ნიჭიერი და ქარიზმატული ბეზრუკოვი ბრიგადის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რუსი მსახიობი გახდა და სწრაფად აუღალღო პუტინის რუსეთის კულტურულ ტრენდს, წარსულის დიდებას. მან განსახიერა ისეთი ისტორიული ფიგურები, როგორებიც არიან ალექსანდრე პუშკინი, სერგეი ესენინი, თავადი ვლადიმერ ვისოცკი და გენერალი კაპელი. რუსეთში ამ სიდიდის ვარსკვლავი აპოლიტიკური ვერ იქნება. ბეზრუკოვმაც თავისი პოპულარობა პირდაპირ პუტინის პროპაგანდას მოახმარა. ორჯერ გახდა მისი მინდობილი პირი არჩევნებზე, მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას, 2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა თქმა უნდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას. იგი რეგულარულად მონაწილეობს კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს ღონისძიებებში, ჩადის ფრონტზე ჯარისკაცების მხარდასაჭერად და დღეს ევროკავშირისა და კანადის მიერ სანქცირებულთა სიაში. კოსმოსის როლის შემსრულებელი ბეზრუკოვისგან განსხვავებით სამსახიობო ნიჭით ვერ წყინავს, ხოლო სპეციფიკური აღნაგობა და ხმა ამას როლების დიაპაზონსაც უვიწროვებს. ბრიგადის შემდეგ ძუჟევი მეორე ხარისხოვან, თუმცა სიმართლე ითქვას დიდ როლებს იღებდა, მაგრამ 2022 წლისთვის მისი ვარსკვლავი ფაქტობრივად ჩამქრალი იყო. აქტუალობის დასაბრუნებლად მან უმარტივესი გზა აირჩია და ომის მეხოთბე გახდა. ფილის როლის შემსრულებელი კარგი სახასიათო მსახიობია. ბრიგადის მერე მან კიდევ ერთ ჰიტში, ბუმერში ითამაშა. 2014 წელს კი ანდრეი ზვიაგინცევის ანტიპუტინისტურ ლევიათანშიც გამოჩნდა. დოვიჩენკოვი დიდხანს ახერხებდა პოლიტიკისგან თავის შორს დაჭერას. არაფერი უთქვამს ყირიმზე, არ ყოფილა პუტინის დობით აღჭურვილი პირი და რიგ საკითხებზე ოპოზიციური შეხედულებებიც გამოუთქვამს. 2022 წლის მოვლენებზე დუმილი ამჯობინა, თუმცა რუსეთში დარჩენილი მსახიობი დუმილი დიდხანს ვერ გაიტანდა თავს. 2024 წელს მან საბოლოო არჩევანი გააკეთა და კრემლის ორგანიზებულ კონცერტზე ხელისუფლებასა და ომს მხარი დაუჭირა. მაიკოვი ძუჟევისგან და დოვიჩენკოვისგან განსხვავებით პირველი პლანის მსახიობია. თუმცა კინოში ცოტა როლი აქვს და უფრო თეატრში აქტიურობს. ასევე როკ-ბენდ მაგრიტის ლიდერია. მის კინოკარიერაზე სავარაუდოდ თანამედროვე რუსული კინოსადმი კრიტიკულმა დამოკიდებულებამ იმოქმედა. 2018 წელს მან თქვა, რომ ბრიგადა არის დანაშაული რუსეთის წინაშე, რომელშიც თავად მიიღო მონაწილეობა. ხოლო ძმა ორს ერთ-ერთ ინტერვიუში აბსოლუტურად ფაშისტური კინო უწოდა. მაიკოვმა მოახერხა არ გასვლილიყო კრემლის ბინძურ კამპანიებში. მეტიც 2020 წელს მან ასეთი ვიდეო გამოაქვეყნა. Те, которые ездят с надписями «Хотим, можем повторить». Что ты можешь повторить? Ты дегенерат, ты ничего не можешь повторить. Что ты хочешь повторить? Убитых в концлагерях ты хочешь повторить? Замученных там в газовых камерах? Миллионы вот этих смертей детей, женщин, стариков. Это ты хочешь повторить? მსახიობმა პირადი ჰიგიენა 2022 წლის შემდეგაც შეინარჩუნა. სპეციალურ ოპერაციას მან პირდაპირ ომი უწოდა, ხოლო თავისი ჯგუფის კონცერტებზე არაერთხელ დააფიქსირა ანტისაომარი პოზიცია. რომ შევაჯამოთ, საშა ბელი და კოსმოსი ფულზე გაიყიდა. ბელი საკმაოდ მალე, კოსმოსი უფრო გვიან. ფილი ეცადა თავი არიდებინა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მაინც გატყდა. საკუთარ თავთან მართალი კი მხოლოდ ფრჩოლა დარჩა.